ზოგადად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება ეხა ირანი შედარებით ახალი არის პირდაპირ ირანიდან ეს ბალისტიკური რაკეტები, თუმცა მათი მიდგომა არის რომ ისრაელის მოსახლეობას თავს დააცხნენ ღამით. ანუ ღამით გაგაღვიძონ, შეგაწუხონ. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ძალიან კარგად ხვდებიან თუ რამხელა რესურსი აქვს ისრაელს და ისრაელის ყველაზე დიდი ძალა არის ერის ერთობაში და ერის ზოგადად შინაგან რწმენაში. შესაბამისად, აი ამ შინაგანი რწმენის მქონე მოსახლეობის ღამით შიშით გაღვიძება არის იმ ემოციური ტერორის ნაწილი, რომელიც მათ შეიძლება ვთქვათ, ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს, რომ გამოსდით. ჩვენ ღამით გვეღვიძება, ზოგი ასწრებს თავშესაფარში ჩასვლას, სამწუხაროდ ქალაქ ბათიამში, სადაც ეთნიკური ქართველების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს, რამდენიმე ოჯახი არ ჩავიდა თავშესაფარში, ბავშვებიც კი არ გაუშვეს და ეს ადამიანები სამწუხაროდ დღეს დილას გარდაცვლილები იპოვეს. პირველი შემთხვევა იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღისითაც იყო დღეს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა. მე ქუჩაში ვიყავი და როგორღაც მოვასწარი რომ შევსულიყავი თავშესაფარში, თუმცა ამ ეტაპისათვის ყველას ძალიან კარგად ესმის, როგორი მნიშვნელოვანი არის რომ დაუჯერო იმ რეგულაციებს, რომლებიც მოქმედებს ამ ქვეყანაში და მინდა ჩვენი ეთერის საშუალებით ვთხოვო ყველა ქართველს, ვინც ცხოვრობს და გუშინ ღამეც უღებდა ვიდეოებს ამ რაკეტებს. არავის არ გვიკვირს ეს რაკეტები, ყველას ნანახი გვაქვს. ჩადით თავშესაფარში და სანამ აპლიკაცია არ გეტყვით რომ გამოხვიდეთ, ნუ გამოხვალთ იქიდან. ეს არის ის მდგომარეობა ისრაელში, რომელიც ამ წუთას არის, ვემზადებით კიდევ ერთი გრძელი ღამისათვის. ჩვენ ვიცით რომ ირანი დღის განმავლობაში ავსებს საწვავით აი ამ თავის დანადგარებს და შემდგომ ღამით ისვრის. ამიტომ ყველა ჩვენს გარშემო აქ ემზადება, რომ ჩანთა კონდეს კარებთან დადებული, სადაც უდევს პასპორტი, თანხა, ძვირფასეულობა იმისათვის, რომ თუ პირობითად ვერ დაბრუნდი შენ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში, არ ვიცი, ფასადი დაზიანდა, თვითონ სადარბაზო შეექმნა რამე პრობლემა, რომ შენი დოკუმენტები და ყველაფერი თან კონდეს. ლაშა, ასეთ შეკითხვა. ჩვენ მიგებთ ინფორმაციას, ზოგჯერ შეიძლება არც თუ ისე დეტალურს, მაგრამ საერთო სურათზე წარმოდგენა გვექმნება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და სპეცსამსახურების მიერ კომპლექსური ხასიათის ოპერაცია საომარი მოქმედებებით შეგვიძლია დავარქვათ ჰაერიდან მართალია, მაგრამ მაინც და მიწაზე სპეცოპერაცია ხორციელდება ირანის ტერიტორიაზე. კომპლექსურს იმიტომ ვიძახი, რომ აქ არის როგორც სამხედრო კომპონენტი, ასევე აგერ აი გადავეცი ინფორმაცია გადაცემის დასაწყისში, რომ ზუსტად 1 საათის წინ 5 მანქანა ერთდროულად აფეთქდა თეირანში, რომელიც დანაღმული იყო და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერები კიდევ ერთი ნაწილი ააფეთქეს. ხო, ასეთი არაერთი მაგალითია. რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაინტერესებს თავად ისრაელის ტერიტორიაზე შემოტევა ირანის მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ბალისტიკური რაკეტებით, თუ იყო რაიმე ტიპის მცდელობები, თუნდაც მათი პროქსი ძალების წარმომადგენლების ან ტერორისტული აქტების ან რაიმე ტიპის სხვა აქტივობისა ხმელეთზე. იყო, მოდით გიორგი ორ ნაწილად გავყოფ პასუხს. პირველი, ძალიან აქტიურად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოები, რომლებიც მოსახლეობას აშინებს, რომ აი თქვენ ქალაქში ესე დაიბომბა, აი ესე თუ შენობა და ესეთი შენობები საერთოდ არ დგას პირობითად არც თელ-ავივში, არც ბათიამში და არც სხვა ქალაქებში. ამიტომ ეს არის, რაზეც ძალიან ბევრი ადამიანი ეგება და შემდეგ მოკლედ ეს პანიკა კიდე ცალკე მუშაობს, თუმცა რაც შეეხება ეხა ფიზიკურ თავდასხმას. გუშინ ღამე იყო შემთხვევა, როდესაც იერუსალიმის ერთ-ერთ უბანში თავს დაესხნენ ისრაელის თავდაცვის ძალებს, მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, თითქოს იქ შეტყობინება შევიდა, რომ ერთ-ერთი რაკეტის ნაწილი ჩამოვარდა და იყო დაზიანება და როდესაც გამოძახებული ჯგუფი იქ ადგილზე მივიდა, იქიდან ისროლეს მოლოტოვის კოქტეილები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისრაელის სახელმწიფომ პალესტინელებს, რომლებსაც ჰქონდათ სამუშაო ვიზები, თითქმის ყველას ვიზა გაუქმებული არის, ისინი რომლებიც აქ შემოდიოდნენ აღმოსავლეთ სანაპიროდან, ან ამოდიოდნენ თვითონ ღაზის სექტორიდან. ამიტომ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დააპატიმრეს თვითონ იერუსალიმის მომიჯნავე ქალაქებში, რომლებიც იქ სხვადასხვა პატარ-პატარა ტერორისტულ აქტებს ახორციელებდნენ ან გეგმავდნენ. ამიტომ ამ წუთას მოსახლეობა გაფრთხილებული არის იმაზე, რომ იმ ქალაქებში, სადაც მაგალითად შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, უფრო მეტად დაიცვან
სიფრთხილე გამოიჩინონ და თუ რაიმეს შეამჩნევ შენ ან შენ საცხოვრებელ უბანში ან სახლში ვინმე თუ მოდის და ფოტოებს უღებს შენ სახლს ისე რომ ვერ გეუბნება პასუხს ამას რატო აკეთებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია ჰაკერების შემოყარეს ძალიან ბევრი აი მეც ახლა რამდენიმე წუთის წინ მივიღე იმეილი რომელიც თითქოს მე უნივერსიტეტიდან მთხოვს რომ ახალ WhatsApp-ის ჯგუფში გავწევრიანდე შექმნილია რამდენიმე ყალბი აპლიკაცია რომელიც ერთ-ერთში გავს განგაში შეტყობინების აპლიკაციას იმისათვის რომ ხალხმა ჩამოწეროს და იმითი როგორღაც გატეხონ ტელეფონები და მოიპოვონ ინფორმაცია და ყველანი ვართ გაფრთხილებულები ნუ რავინ ნუ დაწერთ კერძო თავშესაფრების მისამართებს სადმე თუ ჩამოვარდა ნაღმი სადმე თუ რაღაც ხდება მოერიდეთ ფოტოსურათების ატვირთვას მოერიდეთ მისამართების გავრცელებას გაავრცელეთ მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გახსნილი თავშესაფრების მისამართები თქვენი სახლები თქვენი ოფისები იქ სადაც გაქვთ თავშესაფრები არავინ არ დაწეროთ არსად ამაზე რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და მე შევამჩნიე რომ ქართველები მაინც წერენ დღეს მეც პირადად რამდენიმე ვიდეო ვნახე, შეგნებლად არ გავუშვი დღეს, როდესაც თავიანთი სახლების აივნებიდან ქუჩაში გამოსულები იღებდნენ ესე მომავალ რაკეტებს, როგორ ანადგურებდა მას რკინის ფარი, თუმცა ეს ვითარება, რომელიც ახლა არის საომარი მასშტაბისა და ბალისტიკური რაკეტების, გამოტყორცნილი ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო დიდი საფრთხის მატარებელია და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ლაშა შენი და ასევე რა თქმა უნდა თავად ისრაელის შეერაღებული ძალების გაფრთხილებები. ერთი კონკრეტული კითხვა კიდევ ასეთი ამ შემთხვევაში ადგილობრივ მედიას რამდენადაც ადევნებ თვალს. ცოტა უფრო გლობალურ კონტექსტში მე შესავალში წავიკითხე პრეზიდენტ ტრამპის პირველი ესეთი მნიშვნელოვანი გამოხმაურება მიმდინარე კონფლიქტის ფაზასთან დაკავშირებით და შევატყო რომ საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი ამბობს რომ მშვიდობა მალე იქნება და ამბობს რომ როგორც ინდოეთი და პაკისტანი მან მოარიგა ასევე შეძლებს რომ ისრაელისა და ირანის ხელმძღვანელობას შორის გარიგებას მიაღწიოს ხო აქ რომ გაცილებით რთული სიტუაცია გვაქვს ამის ახსნას არ დავიწყებ ამის პარალელურად პუტინის აქტიურობა ჩანს აშკარად ის როგორც ტრამპს ესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით ამის თაობაზე თავად ტრამპმა ილაპარაკა რომ დამირეკაო დაბადების მოსალოცათო თავის პრობლემებზე მეტათო იგულისხმებოდა უკრაინის მიმართულება ირანის თემაზე მელაპარაკაო ამის პარალელურად კრემლმავე გაავრცელა ინფორმაცია რომ მას ინტენსიური საუბრები ჰქონდა ირანის ხელმძღვანელობასთანაც პუტინი მაქვს ხედულობაში ისრაელის მედია როგორ უყურებს აი ამ პროცესს. ასე ვთქვათ, მედიაციის მცდელობაზე არის რამე საუბარი თუ ახლა მთელი კონცენტრაცია არის იმაზე, რომ რა გეგმაც ჰქონდა ამ შეტევით განსაზღვრული ისრაელის მთავრობას და თავდაცვის ძალებს იმას მიაღწიონ. და თუ შეგიძლია გითხრა რა არის ისრაელის მიერ გაცხადებული ეს გეგმა? მიზანი რა? ისრაელი რო კარგად გაიგონა თქვენმა მსმენელებმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გაითავისონ, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ურთიერთობებს. არის ის, რაც სოფლიოს უნდა ისრაელისგან და არის ის, რაც ისრაელს უნდა საკუთარი თავისგან. ებრაულ სახელმწიფოში, რომელიც ძალიან დიდი ფასი დაუჭდა ამ ერს, რომ დღეს არსებობდეს, ებრაელ ხალხს მოუწია ძალიან ბევრი გაბედული და ძალიან ბევრი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა. ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს არის ერთ-ერთი საინტერესო სლოგანი, რომელიც თქვენ მსმენელს ძალიან კარგად უნახავს, ეს არის never again, ანუ კიდევ რო არასოდეს არ განმეორდეს. აქ რამდენიმე რაღაც მოიაზრება. ყველაზე მტკივნეული რაც არის ებრაელებისთვის არის ის თუ როგორ შევიდა რამდენიმე მილიონი ადამიანი თავისი ფეხით გაზის კამერებში მეორე მსოფლიო ომის დროს და მისცა საშუალება მსოფლიოს, რომ ეს ხალხი ამოეხოცა. მაშინ, როდესაც წითელი ჯვარი შევიდა აუშვიცში 1940-იან წლებში და ვერაფერი ვერ აღმოაჩინა. რატო გავაკეთე ეს შესავალი? ერთია, რასაც მსოფლიო ეუბნება ისრაელს, როგორ უნდა მოიქცეს ახლა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს ქვეყანა თავის მომავალს ყოველთვის საკუთარი გადაწყვეტილების და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ეს ეხება ზუსტად ამერიკა-ისრაელის ურთიერთობებს. ამერიკა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდა ისრაელს, რომ თავი შეეკავებინა ამ ყველაფერს და მკაფიოდ უთხრა, რომ ის არ უჭერდა მხარს ამ თავდასხმას, თუმცა ისრაელმა თავისი ნაბიჯი სრულიად დამოუკიდებლად გადადგა.
გიორგი, იგივე ეხება მოლაპარაკებას, ვინ ვისთან უნდა მორიგდეს. ისრაელი აღარ არის იმ მდგომარეობაში, როდესაც მას სჯერა ტერორისტებთან შეთანხმების მიღწევის და ტერორისტისგან მოცემული ნებისმიერი სიტყვის. ეს ეხება ხამას, ხეზბოლას, იემენში გამაგრებულ ტერორისტებს თუ იმ თავს, ირანს, საიდანაც ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში იწყება. აქ მედია ძალიან სხვადასხვანაირია. არის მედია საშუალება, რომელიც რელიგიურ თემაზე აპელირებს, აი ამ თელ ომში, არის მედია საშუალება, რომელიც ისრაელსაც აკრიტიკებს, არის რომელიც დასავლეთისაგან ძალიან გაბრაზებული და განაწყენებულია, რომ ისრაელი ესეთი მიტოვებული ყავთ აი ამ ბრძოლაში. შესაბამისად, აქ ამ წუთას ერში ზოგადი შეთანხმება სახელმწიფოს დონეზე, ხალხშიც, სახელმწიფოშიც და ჯარშიც არის იმაზე, რომ ყველაფერი უნდა მივიდეს ბოლომდე და ამ ქვეყანაში ბავშვი ისე უნდა დაიბადოს და გაიზარდოს, რომ მეზობლად მცხოვრები არც ტერორისტის არ უნდა ეშინოდეს და არც იმისი, რომ ვიღაცა ტერორის გამოუზრდის აქვე აქ სამეზობლოში. შესაბამისად, ეს აღზევებული ლომიც თორიდან იმიტომ დაარქვეს ამ სპეცოპერაციას აღზევებული ლომი თორაში არის ლომის ბოკვერი, რომელიც გამთენიისას დგება და გადაიქცევა ლომად, რომელიც საკუთარ თავს აიგივებს ებრაელ ხალხთან, ანუ მზის ამოსვლასთან ერთად ებრაელი ხალხი წამოდგება და გაიმარჯვებს. ზუსტად ესე დაიწყო ეს სპეცოპერაცია გამთენიისას და ამ შემთხვევაში აი ერშიც აქ ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება და ესეთი აქ ბევრია, მეც ვიცნობ მეზობლები მყავს მეგობრები, ისინიც ამბობენ, რომ მე მჯერა ჩემი ჯარის, რომ ჯარი მოქმედებს ისე, როგორც ჭირდება ისრაელს. ამიტომ აი ეს აფეთქებები, რომლებსაც ჩვენ უყურებთ. დიახ. კი, ლაშა, ბოლო კითხვას მინდა დაგისვა. მე ვიცი, რომ შენ ახდენ აქტიურ ინფორმირებას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც ისრაელში ან საქმიანი ვიზიტით იყვნენ, ან სამუშაოდ, ან ისე უბრალოდ თუნდაც დასათვალიერებლად. რა პირობები არსებობს იმისთვის, რომ აი ამ სამხედრო საგანგებო მდგომარეობისა და არსებული საფრთხეების მასშტაბის გათვალისწინებით მათ შეძლონ და მოახერხონ ისრაელის ტერიტორიის დატოვება და საქართველოში დაბრუნება. გიორგი, დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. ოფიციალური მონაცემებით 17 ივნისის ჩათვლით, 17 ივნისამდე არავითარი ფრენა არ განხორციელდება არც ისრაელიდან და არც ისრაელში. 23 ივნისიდან დაიწყება სპეციალური რეისები უცხოეთში ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეებისათვის, ანუ ისრაელის მოქალაქეებს ექნებათ უპირატესობა, რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ. ისრაელის თვითმფრინავები, ელ-ალის თვითმფრინავები ამ შემთხვევაში ისრაელში ამ წუთას არ არიან. ომის დაწყების დილასვე გაიყვანეს ქვეყნიდან, რომ გადაერჩინათ თუ რამე თავდასხმა ყოფილიყო ბენ-გურიონის აეროპორტზე. თუმცა, მეგობრებო, ვისაც გინდათ დატოვება ისრაელის, არის ამ წუთას ორი ვარიანტი. ერთი, რომ წახვიდეთ სამხრეთის ქალაქებში, საიდანაც გადის კერძო კატერები კვიპროსის მიმართულებით და შეგიძლიათ რომ კვიპროსში წახვიდეთ, არის მეორე ვარიანტი. გახსნილი არის სახმელეთო საზღვარი იორდანიასთან, ალენბის საზღვარს რო ვეძახით ჩვენ, იერუშალაიმის უკანა საზღვარი რომელიც არის, იქიდან შეგიძლიათ გახვიდეთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში გჭირდებათ იორდანიის მოქმედი ვიზა, შეგიძლიათ ჩახვიდეთ ამანში პირდაპირ თელ-ავივიდან ან იერუშალაიმიდან და იქიდან გაფრინდეთ საქართველოში ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ლაშა, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, გამარჯვებას უსრულებთ ისრაელს და რაც შეიძლება უსაფრთხოდ ყოფნას მის მთელს მოსახლეობას, მათ შორის განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩვენს ქართველ ებრაელებსა და მთლიანად მთელს ებრაელ ერს. ისევე როგორც გვინდა რომ ირანშიც ყველაფერი მალე დამთავრდეს, ისე რომ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვა შეეძლოს და ირანი თავისი ისტორიული განვითარების იმ ეტაპს დაუბრუნდეს, როდესაც ხალხს ჰქონდა ხმა თავისი სახელმწიფოს მართვაში. მართალია, ხა დემოკრატიული სისტემით ირანი ისტორიის არცეთ მონაკვეთში არ გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა არსებულ რეჟიმთან შედარებით ბევრი პოზიტიური პარალელის გავლება ნამდვილად შეიძლება. თუ რამეს დაამატებ და დაგემშვიდობები. ერთი რაღაცის თქმა მინდა, აი ჩემგან და ზოგადად ისრაელიდან მინდა რომ თქვენმა მსმენელმა იცოდეს, რომ ჩვენ გვინდა ისრაელის ხალხის თავისუფლება, ჩვენ გვინდა პალესტინელი ხალხის თავისუფლება და ირანელი ხალხის თავისუფლება. ამ სამივეს თავისუფლების მტერი ამ შემთხვევაში არის ტერორიზმი და არის ჯიჰადი. უნდა დასრულდეს ის ზალა, რომელიც ამ რეგიონს ახრჩობს ამ ტერორიზმსა და ჯიჰადში, იმისათვის რომ ისრაელელმა, პალესტინელმა
და ირანელმა საკუთარი მომავალი საკუთარი ნებით გადაწყვიტოს და განსაზღვროს.